არის კვინება ნუ გეშინია. მიშა გაიწია გიორგი გაიწია და მე კადრებში გავაჩერე. მოგესალმებით ყველას. მიშა გაიწია რომ კადრებში აი კიდევ ერთხელ ყველამ კარგად იცის თუ რა სპეცოპერაცია ჩაატარა ბიძინა ევენიშვილმა და ქართულმა ოცნებამ 31 ოქტომბერს. და აქედან გამომდინარე ჩვენ 4-ნი დავრჩით მაჟორიტარობის კანდიდატები. ყველას კარგად იცის რომ ქობულეთში როგორ მოიპარეს და ის 15-20 ხმა ბოლო წუთს როგორ დაიწერა კანდიდატმა რომ გადალახულიყო 50%-იანი ბარიერი. დარჩა 4. გია და მიშა ბოლქვაძე თიანი აჭარის, მე და გიორგი ბათუმის ოლქში და დღეს 4-ვე ოფიციალურად მივმართავთ CSKO-ს და ასევე USKO-ს განცხადებით, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ ყველა ამომრჩევს. ჩვენს ხარდამჭერს მოუწოდებთ, რომ მეორე ტურში არ მივიდეს, თვითონ არჩევნები გაყალბდა. და ჩვენ ამას გავაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, ყველა უღანო. პროტესტის ნიშანი ყველა პარტიასთან ერთად შევჯერდებით, ხვალე დეტალებს მოგიყვებით, თუ რომელ უბანზე კონკრეტულად სად მოხდება და როგორ მოხდება და რა თქმა უნდა ის ნებათა ღელვა, რომელიც გამოიწვია ყველაში სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. კი, გაკეთდება სირცხვილის კორიდორები, მაგრამ გავუკეთებთ იმ ადამიანებს, ვინც გააყალბა ეს არჩევნები. და ამის შესახებაც ხვალე დილით ერთიანად ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია შევჯერდებით და დეტალებს მოგახსენებთ. ასე რომ მეორე ყველა კიდევ ერთხელ მოსახლეობას მიმართავ და ვეუბნებით, არ მიიღოთ ამ მეორე ფარში, რომელიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა. 31 ოქტომბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის, მაგრამ ქართულმა ოცნებამ დემოკრატია საბოლოოდ დამარხა, არ მისცა ქვეყანას განვითარება, ასე რომ მოთხოვნა ყველა ოპოზიციური პარტიის რჩება და ისევ და ისევ. ჩვენ მხარად გავართ ჩვენ პოზიციაზე. ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში და განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასე რომ ვაგრძელებთ ჩვენ ამ აქციას. 24 საათი ბათუმში გავართ მთავრობის სახლთან, გავაგრძელებთ მუდმივად. კითხვები რომ მოიხსნას, ვიქნებით მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს. ბატონო, სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით. სირცხვილის კორიდორზე დამატებით შემიძლია რომ მეცხრათ. ანუ განსაზღვრული იყო. წინ მოდიოთ და ლევანის სადაც. კონკრეტულად ეს შეირჩევა ცალკე უბნები და სხვა პარტიებთან გაქვთ მოლაპარაკება. კიდე ერთხელ რომ გავმარტოთ, რადგან ამას ნებათა გავა მოყვა, ის რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი ჩვენი მხრიდან იქნება, აუცილებლად იქნება ყველა საარჩევნო უბანზე. უშუალოდ რასაც გულისხმობთ ალბათ თქვენ სირცხვილის კორიდორი, საყვირებიან ძიმე სირცხვილის კორიდორში აუცილებლად მოუწევს გავლა იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მიიღეს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა. ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად თორნიკე რიჟვაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა არჩევნების გაყალბებას. ციალა შავაძე, USKO-ს ოლქის ხელმძღვანელი, ასევე USKO-ს ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები, ხო, ვის ხელშიც იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სამართლიანი არჩევნების ნაცვლად თავზე დაგვახიეს არჩევნები მთელს და გაგვიყალბეს არჩევნები. ამ ადამიანებს რა თქმა უნდა მოუწევს სირცხვილის კორიდორებში გავლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც წარმოუდგენია, რომ რესან კონსოლიდაცია ხსნა და მიდის უბრალოდ ხმის მისაცემად, მას ჩვენ არანაირ პრობლემას არ უქმნით. მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება კანონის დაცვით, შესაბამისი, ესე ვთქვათ, დისტანციის დაცვით, ხელში გვეჭიროს ტრანსპარანტი და ყველა მოქალაქეს ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა. ასე რომ პროტესტი იქნება ყველა საარჩევნო უბანზე, ხოლო სირცხვილის კორიდორში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავლა მოუწევს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ არჩევნების გაყალბებაზე. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ჩვენ კიდევ გვაქვს დღეს დამატებით შეხვედრა, იცით რომ პარტიების რაღაცა ნაწილმა გამოთქვა სურვილი რომ ამას შემოუერთდეს, რაღაცა ნაწილი მიიჩნევს რომ რაღაცა სხვა ფორმით უნდა იყოს გაპროტესტებული, ხვალდილით ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩვენ გვეგმავთ რომ გავაკეთოთ განცხადება და უფრო მეტი დეტალი მოგაწოდოთ იმის შესახებ, ვინ იქნება კონკრეტულად ის ადამიანი, ვისაც მოუწევს ამ ყველა კორიდორში გასვლა. ჯარიმები თუ მოვიდათ აქციის მონაწილეებს აქ ჯარიმები არ მოსულიათ. ზრიო კადრები გადაიჭრა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც ვფიქრობ რომ არის სწორი, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ ეს განკარგულება თუ რა ვიცი კანონი რომელიც გამოცხა მოკლედ საქართველოს მთავრობა მიმართული იყო იმისკენ რომ თავისუფალი ნების გამოხატვა კადრები ხარ შეეზღუდა მოქალაქეების